2012 წელი სამართლის ფაკულტეტისთვის იყო საკმაოდ წარმატებული წელი და დახონძლული სხვადასხვა მოვლენებით. ჩვენ გავაფორმეთ არაერთი მემორანდუმი ქვეყანაში წამყოლ იურიდიულ კომპანიებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლის ფაკულტეტის როგორც საბაკალავრო, ისევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ საშუალება პრაქტიკული კომპონენტი გაიარონ ქვეყანაში წამყვან იურიდიულ კომპანიებში. ამასთან ერთად ჩვენ გავხსენით სამართლის ეგრეთ წოდებული კლინიკა, სადაც არიან მაგისტრანტები, ანუ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და მათ ისინი ახორციელებენ ყოველდღიურად მოქალაქეთათვის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის მიზნობრივ კონსულტაციებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვთავაზობთ პროდუქტს, რომელიც არის უნიკალური ამ ეტაპზე საგანმანათლებლო ბაზარზე და არა მხოლოდ საგანმანათლებლო ბაზარზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის ბიზნეს კომპანიების თანამშრომლებს საშუალება აქვს ჩვენ ვებგვერდზე შესვლისას მიიღონ იმწამიერი იურიდიული მომსახურება. უნივერსიტეტში დაინერგა რიზალთის სისტემა, რაც გულისხმობს ურთიერთობას სტუდენტის და პროფესორის, როდესაც ისინი ურთიერთობენ ერთ კონკრეტულ კვლევით საკითხთან დაკავშირებით და ერთად ახორციელებენ კვლევას. ჩვენ ასევე დავნერგეთ ამ წელს ეგრეთ წოდებული mentorship-ის პროგრამა, რაც გულისხმობს, რომ შედარებით მაღალი წლის სტუდენტები თავის ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც შეიძინეს აქ ჩვენთან, აცნობენ და უზიარებენ მათ უმცროს მეგობრებს, ანუ დაბალი წლის სტუდენტებს. ასე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს ჩვენ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გავხდით, ასე მაგალითად მინდა აღვნიშნო სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაცია და ასევე ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია IBA, რომელიც როგორც პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე სტუდენტებს საკმაოდ დიდ შესაძლებლობას აძლევს ევროპულ ოჯახში საკუთარი, ასე ვთქვათ, როგორც განათლების შემდგომი წარმართვის, ასევე მოკლედროიანი გარკვეული ტრენინგების, კონფერენციების ორგანიზებას და მათში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ 2012 წელს საკმაოდ ბევრი მიზნობრივი მასტერკლასი ჰქონდა, ასევე მოწვეული იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით მოწვეული სტუმრები იყვნენ ჩვენთან, ასევე არაერთი საჯარო ლექცია იქნა წაკითხული ჩვენი უცხოელი კოლეგების მიერ. უნდა ითქვას, რომ წარმატებით დასრულდა ამ წელს 2012 წელს კლინიკის პროგრამა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ასევე ძალიან მიხარია, რომ უკვე ჩვენი კურსდამთავრებულები უკვე დღეს დანიშნული არიან რამოდენიმე მათგანი პროკურორის თანამდებობაზე, ხოლო არაერთი სტუდენტი გადის სტაჟირებას მთავარ პროკურატურაში. უნივერსიტეტმა ტრადიციისამებრ 2012 წელს უმასპინძლა ჩემპიონატებს, საქართველოს ჩემპიონატებს ხელშეკრულების შედგენაში და საქართველოს ჩემპიონატს კაზუსების შედგენასა და ამოხსნაში, სადაც მონაწილეობა მიიღო არაერთმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, მათ შორის არა მხოლოდ ქართულმა, არამედ მაგალითად ერევნიდან გვყვავდნენ სტუმრები და ბაქოდან. ასევე მინდა ვთქვა, რომ 2012 წელს ჩვენ ავამოქმედეთ ახალი სამაგისტრო პროგრამა ბიზნეს სამართალში, ანუ ბიზნეს კერძო სამართალში, რომელზედაც ჩემდა სასიხარულოდ პირველივე მიღებაზე საკმაოდ მაღალი კონკურსი გამოცხადდა, ვიმედოვნებ, რომ შემდგომი სამაგისტრო პროგრამები ასევე წარმატებული იქნება ჩვენს უნივერსიტეტში. დიდი იმედი მაქვს, რომ 2013 წელი იქნება ჩვენთვის არანაკლებ წარმატებული, არანაკლებ დახონძლული სხვადასხვა საინტერესო მოვლენებით და სხვადასხვა წარმატებით, რომელსაც მოიტანს არა მხოლოდ ჩვენი კონკრეტული პროფესორ-მასწავლებელი, არამედ რომელიც იქნება მეგზური ჩვენი სტუდენტებისთვის. გისურვებ წარმატებულ 2013 წელს.